პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების განხილვა დაასრულა. დეპუტატებმა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. განხილვის მთავარი თემა იყო ის, თუ ვინ განახორციელებს მოსმენებს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ მობილური ოპერატორი. საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ფარული მიყურადების უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს. ჩვენი ინიციატივა იყო და ამ ინიციატივას ხარს უჭერდა უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ ქონოდა მოსმენების განხორციელებაზე მთავარი გასაღები და ეს მოსმენები განხორციელებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად მობილური ოპერატორების მეშვეობით. სამწუხაროდ კომიტეტმა არჩია არსებული წესის დატოვება, ანუ აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც წარსულშიც ხორციელდებოდა და ეხლაც სამწუხაროდ ხორციელდება და ბუნებრივია ის პაკეტი, რომელიც უნდა განიხილოს პარლამენტმა, ამ მხრივ არ იქნება სრულყოფილი. პირდაპირ უცნობა უნდა ქონდეთ თუ არა. ამ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ კომიტეტმა მიიღო განსხვავებული ვერსია, ვიდრე ბოლო მომენტამდე არსებობდა ეს კანონპროექტი, ანუ ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ დარჩება შინაგან აი ამ ინფორმაციაზე პირდაპირ უცნობა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ეს სადაო საკითხი ღიად დარჩება. სპეციალური კომისია შეიქმნება და 6 თვის განმავლობაში მას სპეციალისტებთან ერთად განიხილავენ. რა შემთხვევაში შეიძლება განახორციელოს ვთქვათ ოპერატიული ღონისძიებები. ეს არის საჯარო ინტერესი, სახელმწიფოს ვალდებულება აიცილოს დანაშაული თავიდან და ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდეს ასეთი კონტროლის განხორციელება. ეს იყოს უკიდურესი გამონაკლისი, პროპორციული ზომა და შესაბამისი საჯარო ინტერესით დაბალანსებული. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლის უფლება-მოსილებაც გაიზრდება და მას პრემიერ-მინისტრის ნაცვლად პარლამენტი დანიშნავს. დეპუტატები ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს ხვალ უყრიან.